მინდა გაგაცნოთ Microsoft-ის შესანიშნავი ინსტრუმენტი Learning Suite. ამისათვის შევდივართ საიტზე philnetwork.com, ჩამოვშლით რესურსებს, ვირჩევთ Free Tools, სადაც Microsoft-ის ინსტრუმენტებია მოთავსებული. ამჯერად შევჩერდებით Learning Suite-ზე. შევდივართ Learning Suite by Microsoft და მას შემდეგ, რაც სტაფილოსფერი ღილაკით Download for free ჩამოვტვირთავთ პროგრამას და Save ღილაკით შევინახავთ, მოვახდენთ მის ინსტალაციას. ინსტალაციის შემდეგ შევდივართ Learning Suite-ის აპლიკაციაში და როგორც ხედავთ, გამოდის ფანჯარა, სადაც აუცილებლად უნდა ავირჩიოთ თავდაპირველად ენა, ჩვენთვის სასურველი. ხოლო შემდეგ კი გვაძლევს ის საშუალებას ავირჩიოთ ის პროგრამა, რომელიც გვჭირდება და დავაინსტალიროთ. ეს არის Microsoft-ის ყველაზე ინოვაციური პროგრამა, სადაც პროგრამები, ხელსაწყოები და რესურსებია მასწავლებლებისათვის თავმოყრილი. Learning Suite განათლებისათვის ნამდვილად ინოვაციური აპლიკაციაა, რომლის საშუალებითაც შეიძლება შეიქმნას შემოქმედებითი და თანამშრომლობითი სასწავლო გარემო მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. როგორც ხედავთ, ეს ინსტრუმენტები დაჯგუფებულია 4 კატეგორიაში: შექმენი, ითანამშრომლე, იკვლიე და ასწავლე. ნაწილი ხელსაწყოების უკვე დაინსტალირებულია. იმ დაინსტალირებული ხელსაწყოების გვერდით პატარა ოთხკუთხედი ღილაკები აღარ ინიშნება. მაგალითად, ასეთია ფოტოგალერეა, ფოტოების და ვიდეოების რედაქტირება, ავტოკოლაჟი, დამზადება ფოტოებისაგან კოლაჟების, ფოტოსინთი, პანორამების შექმნა, Movemaker-ი, ვიდეოების დამზადება, ასევე Big Translator-ი, თარგმნის რეჟიმი, Windows Live Writer-ი, ბლოგებისთვის ტექსტების და გვერდების ონლაინ რეჟიმში დადება. ხოლო ნაწილი კი დასაინსტალირებელია, მათ გვერდზე პატარა ოთხკუთხედი ღილაკები კვლავ არის. საჭიროა ამისათვის ოთხკუთხედ ღილაკს დავაწვეთ. ვაკეთებთ შემდეგ ღილაკზე დაწოლას, ინსტალაციას და მიმდინარეობს უკვე ინსტალაცია. ინსტალაცია, როგორც ხედავთ, ძალიან სწრაფად და წარმატებით დასრულდა და ვაწვევით დასრულების ღილაკს. როგორც ხედავთ, საკმაოდ სასარგებლო რესურსია, რომელსაც მასწავლებლები ნამდვილად გამოიყენებენ. მადლობა Microsoft-ს ასეთი კარგი რესურსისათვის.